არ უნდა უწევდეს медპერსონალს გადარჩენისთვის ბრძოლა. რამოდენიმე კლინიკაში ფიზიკურად შეუძლებელი, იმიტომ რომ თამამად შემიძლია ვთქვა, მე არავის არ ვამეტებ ესე ვთქვა ჩვენ პროფესიას, მაგრამ ყველა ექიმი და ექთანი საკუთარი განსაკუთრებით ვისაც უწევს ღამე ინტენსიურ თერაპიაში მუშაობა, ეს არის ურთულეს საკუთარი ჯანმრთელობის, საკუთარი ოჯახების ხარჯზე ხდება. ნამდვილად ესეა დამერწმუნეთ, ეს არც წუწუნად უნდა ჩამომართვათ, არც ვინმეზე თავის გადამეტებად. ესე ხდება. ესე ხდებოდა და ასე მიმდინარეობს და ის რომ შეძლოს თუნდაც შრომის უნარიანი იყოს, თუნდაც შეფასება მოახდინოს სწორად ბავშვის თუ პაციენტის, უნდა ვიყოთ სახგონებას, არ უნდა ფიქრობდეს იმ შემთხვევაში медპერსონალი, რომ აი მე რამის საშუალება უნდა გქონდეს ნამდვილად ღირსეული ანაზღაურება, ისევე როგორც სხვა პროფესიებს. დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის მომავალი ამ ახალშობილზე, ხომ? ჩვენი მომავალია პირდაპირ მნიშვნელობით. ექიმი კარგი ექთნის გარეშე არის ხელებს შეკრული და ეს არ არის მარჯვენა ხელია, ესე ვეძახი. მარჯვენა ხელია, კი და ეს ერთი ცალკე დიდი სიამონებაა, რასაც მე სულობნები ხოლმე ჩემ ქართველ კოლეგებს, კარგ ექთანთან ერთად ერთ გუნდად მუშაობა, როდესაც ვინ რას აკეთებს, როლებია განაწილებული და მე არ მჭირდება იქ ყოველ რეანიმაციულ ღონისძიებაზე რაღაცა მითითებების მიცემა, იმიტომ რომ ყავს გამოცდილი კადრები, ეს კიდე ცალკე არის და იქ ხვდები, რომ რამდენად კარგად მიყავს იგივე რეანიმაციული ღონისძიება თუ ბავშვის მოვლა არის თუ რა არის, რომ ყავს გამოცდილი კადრი, იმიტომ რომ მხოლოდ ექიმი ვერაფერს ვერ იზავ ექთნის გარეშე. მით უმეტეს ინტენსიურ განყოფილებაში, როდესაც ეს არის აბსოლუტურად გუნდური მუშაობა და რა თქმა უნდა, ექთანი დაფასებული უნდა იყოს, აუცილებლად დაფასებული უნდა იყოს, ექიმი თავისთავად დაფასებული უნდა იყოს, თუმცა ექთანიც აუცილებლად, იმიტომ რომ ექთნის შრომა არის კოლოსალური შრომა არის და იგივე ჯანმრთელობის ფასად გვიჩდება, როგორც ექიმებს ასე ექთნებს ამ პროფესიაში მოღვაწეობა. რა თქმა უნდა, ჩვენი არჩევანია და ჩვენ გვიყვარს ეს საქმე და უბრალოდ ალბათ ამ საკითხის გარეშე ვერ წამოგვიდგენია ცხოვრება და იმიტომ ვართ დღესაც ამ კლინიკებში ყველანი, თუმცა ისე არ უნდა იყოს, რომ აი ექთანი რაღაც უფრო ნაკლებ შრომას წევს და ნაკლები არ ეკუთვნის და ხუთ კლინიკაში უნდა იმუშაოს და მეტიც კი ქონდეს. ხო, მაგრამ აი მართლა ეს რაღაცა 3 და 4 კლინიკაში მუშაობა უბრალოდ წარმოუდგენელი არის, იმიტომ რომ ის ექთანი მე რომელიც მჭირდება რომ ბავშვს თუნდაც აი რაღაცა იქ რო შეხედოთ ბავშვთან როგორი დამოკიდებულება არ დაწყნარა და მშვიდა და ნუ ექთანზე განაწილებული არის რამდენი პაციენტი შეიძლება ყავდეს 2 თუ 1 თუ 3 თუ ასე შემდეგ. იმ ექთანს იმის დრო უნარი და ემოციური განწყობაც აქვს, რომ იმ ბავშვთან მშვიდად იმუშაოს. და მე როცა 18 პაციენტი მავარია, დრო არ მაქვს უბრალოდ რომ იმ ბავშვს მშვიდად ვაჭამო, უნდა მივაგდო და მე ჩქარა წავიდე, ხო? ანუ ჩვენ ექთნებს მაგალითად გერმანიაში თუ ყავს რა ვიცი 2 პაციენტი და რო ემატება მესამე ან მეოთხე უკვე წუწუნებენ, იმიტომ რომ ვერ ვასწრებ. იმიტომ რომ იმ ბავშვს ყურადღება, ანუ თლიანი პროცედურა არის, რასაც დრო უნდა დაუთმოს და ამ ყველაფერს მართლა ხელშეწყობა სჭირდება იგივე სახელმწიფოს მხრიდან, რომ ექთნები იყვნენ დაფასებულები.